Ლოკალაკეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები პლენარულ ხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბიაშვილის განცხადებით, კანონის არსი და მიზანი ცვლილებების მიუხედავად იგივე რჩება და ის მიმართული იქნება პარტიების ფინანსების გამჭვირვალობისკენ. მისი თქმით, ცვლილებები დებულებებს ეხება, რომლებიც შესაძლოა სხვაგვარად ყოფილიყო წაკითხული. ცვლილებების მიხედვით კანონში პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება აღარ იარსებებს. პოლიტიკური სიმპათია, ანტიპათიის გამოხატვის გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს შეზღუდვები დაუწესოს. აღნიშნულ ცვლილებებზე კონსულტაციები კამპანიის ეს შენგეხება მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს შორის ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. არასამთავრობოების შეთავაზებები მართლმა გუნდმა გაიზიარა. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს კანონპროექტი არ მოსწონს და აცხადებს, რომ ცვლილებები რეალურად არაფერს შეცვლის. პრიმუხი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მშელება და საუბარი, ეს არის ის ჩანაწერი, რაც უკავშირდებოდა დაკავშირებულ პირს, თუმცა თავისთავად დაკავშირებული პირის ცნება ეხლა ამ კანონიდან ამოდის. ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო ის დაზუსტება, რაც უკავშირდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი ორგანიზაციების გამჭვირვალეობის საკითხს. ბუნებრივია, ამ ორგანიზაციებზე ვერ გავრცელდება და არ გავრცელდება ის შეზღუდვები, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობასთან. აქ ხაზი გაუსვა, რომ რჩება განსხვავებები ჩვენ და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვებს შორის, გარკვეულ ნაწილში, რაც ფორმულირებებს უკავშირდება, მაგალითად ერთ-ერთი ესეთი არის ტრანსპორტული გარიგებებთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს კანონში პირდაპირ მითითება, რომ ამ კანონის გაფორმებული პასუხისმგებლობა ხსენდება ყველა იმ ქმედებაზე და იმ პირზე, რომელიც მიზნად ისახავს კანონს აუვაროს პროექტთან. რა თქმა უნდა, ის პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას, კონკრეტულ მოლაპარაკებებს არასამთავრობო სექტორთან ძალიან აქტიური განხილვის პროცესის წარმართვას, ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. რამდენადაც ცნობილია, ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი არასამთავრობო სექტორისათვის აქტუალური და მნიშვნელოვანი გათვალისწინებული იქნება, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, მაგალითად თუნდაც იგივე რაც შეეხება ამ 500,000 ზღვარს, მადლობალიკო. საუბარი იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული დაფინანსებელი შევზღუდო, თქვა ამ შემთხვევაში დავაწესოთ ეს ზედაზღვარი, სულად გაუგებარი და ალოგიკური არის, იმიტომ რომ თუ ადამიანი ამ შემთხვევაში კანონიერად იხდის თანხას, იქნება ეს 500,000 და დაფინანსება ხდება ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე, 500,000 იქნება 300 თუ 600,000, რა აუცილებლობა დგას იმისა, რომ ამ შემთხვევაში იყოს ერთი კონკრეტული დაფინანსებელი. მე ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგის ბატონ გიორგის ამ აქტუალობას, იმიტომ რომ კანონში რეალური ცვლილებები არ შედის, არის ნაწილობრივ გაუარესებაც და რატომ? ბატონ პავლე, თუ გააზუსტოთ კონტროლის პალატაზე რჩება თუ არა უფლება დაიბაროს პოტენციური ან ადამიანი, რომელმაც შემოსირა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას თანხა და გამოიკვლიოს, მე ამ თანხას აი გამოიტანა, რატომ შესირა? მეორეც, რატომ გაჩნდა ახალ პროექტში ეხლა ახალი ინიციატივა და სადაც არის ჩანაწერი, რომ თურმე სარეკლამო დრო, რომელიც ყველა პარტია იყენებდა, მათ შორის ქართული დასის იყენებდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ეხლა ეს ნორმა ამოგავ და სარეკლამო დრო უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით. ბატონ ჯონდი, არანაირი ის უფლებები, რაც აქამდე იყო გარანტირებული უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული და ამ შემდეგ არ იზღუდება. აქ არის უბრალოდ ახალი მექანიზმი, რომელიც შემოდის იმ პარტიებისათვის, რომელიც სტაბილურად მონაწილეობს არჩევნებში და სტაბილურად აქ შედეგი. ეს კანონი დაიწერა სწორედ მაშინ, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ბატონ ივანიშვილი, როცა შეიქმნა ქართული ოცნება და ეს კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე მიმართული იყო ერთი პოლიტიკური გაერთიანების, ერთი ადამიანის წინააღმდეგ, რომის გააქტიურება თქვენ ვერაფრით ვერ გადაიტანეთ და რომის გააქტიურება თქვენ ვერაფრით ვერ აიტანეთ. ამიტომ შექმნით ესეთი უპრობლემატი კანონი და ამიტომ მოარგეთ თქვენ პრინციპებს და თქვენი ცხოვრების წესს ეს კანონი.